მოგესალმებით, ბატონო ბადრი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო ბადრი, აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ, უნდა ვისარგებლოთ თქვენი ქუთაისში ყოფნით და რამდენიმე შეკითხვა მიმდინარე მოვლენებზე დაგისვათ, როგორ შეაფასებთ იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და რა შედეგი მოგვიტანა ხალხის თითქმის სამთვიანმა უწყვეტმა პროტესტმა. მადლობა კიდევ ერთხელ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში მინდა განვლილი დღესასწაული მიულოცო ქუთაისელებს. დავითობა ძალიან და თავისთავად გელათის ტაძარი რა მდგომარეობაში არის მეტყველებს ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობაზე დღევანდელზე და ზუსტად ასახავს იმას რა მდგომარეობაშია ჩვენ დღეს რა მდგომარეობაში გვყავს ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ რეალურად გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. გელათის გადარჩენაზე, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაზე და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველზე და არა მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე, არამედ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოს გადასარჩენად, ყოველგვარ გაზვიადების და გადაჭარბების გარეშე. იმიტომ რომ რეალურად რაც ქართულ ოცნებამ გააკეთა, ეს არის სახელმწიფოს სრული იმიტაცება, ყველა ინსტიტუციის სრული იმიტაცება, რასაც ხედავ ივანიშვილი პრაქტიკულად ყველა ინსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუციას იყენებს მისი პირადი მიზნებისთვის და ჩვენ რეალურად ვართ ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე. ამიტომ ეს პროტესტი, რომელიც უკვე ამდენხანი მიმდინარეობს, ცხადია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროტესტში მონაწილეობენ, ისინი არ დაბრუნდებიან სახლებში, მანამ სანამ ქვეყანაში არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ იქნება ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. კი ბატონო, ეს არის ფუნდამენტური უფლება თითოეული მოქალაქის და ჩვენი თანამოქალაქეები და ეს ადამიანები, რომელსაც მე პრაქტიკულად ყოველდღე ხვდები, ეს ადამიანები არიან გულანთებული პატრიოტები, გულანთებული ქართველები, რომლებიც ითავისებენ იმ საშიშროებას, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს აქვს, რომელსაც ჩვენ ხედავთ და საშიშროება, რომელიც მათ ოჯახებს აქვს, მათ შვილებს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ შეიძლება დავკარგოთ არა მხოლოდ ევროპული მომავალი, არამედ თავისუფლებაც, იმიტომ რომ ბატონო ბადრი, ეს ადამიანები გამოვიდნენ ახორციელებს თავის პოლიტიკას და შესაბამისად გვაქვს საშიშროება იმის, რომ ქვეყანა კვლავ აღმოჩნდეს იმპერიის შემადგენლობაში. უწყვეტი პროტესტი კეთდება იმიტომ, რომ ჩვენმა მთავრობამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე. თითქმის სამი თვეა ეს ხალხი დგას ქუჩაში, მაგრამ თუ შეიძლება აი ამ კუთხით რომ დავსვათ შეკითხვა. ჩვენ ვიბრძვით ევროპისთვის, მაგრამ ამ დროის მანძილზე ჩვენ დავშორდით თუ უფრო დაუახლოვდით ევროპას? ძალიან კარგი კითხვაა. ეხლა ყველა ადამიანმა, მათ შორის ვინც ხმამისსა ქართულ ოცნებას, უნდა დაუსვას თავისთავად ორი მარტივი კითხვა. უკეთესად ცხოვრობენ ეხლა იმის შემდგომ, რაც დე-ფაქტო ხელისუფლება ყავს, რომელსაც მიიტანს არჩევნები, გაუმჯობესდა თითოეული ქართველის ცხოვრება, ეს ერთი პასუხი არის უარყოფითი და მეორე, ჩვენ დაუახლოვდით თუ დავშორდით ევროპას და პასუხი ახაც არის ცალსახა. დავშორდით ისეთი მანძილით, როგორცაც არ ყოფილვართ დაშორებული ძალიან დიდი ხანია. და შეიძლება არც ყოფილვართ ესე დაშორებული, ეხლა და მანძილიც გვაქვს ევროპასა და საქართველოს შორის იგულისხმება პერსპექტივა, ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა და ეს არის სწორედ ქართული ოცნების ამ ბოლო სამთვიანი განსაკუთრებით მოღვაწეობის ბრწყალებში შედეგი და ეს არის ის კითხვები, რომელსაც ყველა ქართველი უნდა უსვამდეს თავის თავს. ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდა თუ გაუარესდა და ჩვენ დავშორდით თუ დავუახლოვდით ევროპას და პირველ შემთხვევაში რა თქმა უნდა გაუარესდა მნიშვნელობა და მეორე ჩვენ დავშორდით ევროპას. ამიტომ ჩვენ ჭირდება ახალი არჩევნები იმისათვის, რომ ქვეყანას მიეცეს პერსპექტივა, იმისათვის, რომ ჩვენ მართლაც არ ვნახოთ ქვეყნის დაცვა ჩვენი თანამოქალაქეებისგან, იმიტომ რომ ის რაც ჩვენს მტერს, ჩვენი ქვეყნის მტერს სურს, ეს არის ქართველებისგან დაცლილი საქართველო. და თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნა, მართლაც გავართ ამ საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ეს ადამიანები და საუცხო ადამიანები, დაბრიგეთქვით, ვისაც მე ხვდები რუსთაველზე, ვინც მშვიდობიან აქციებში იღებს მონაწილეობა, ესენი არიან განათლებული ახალგაზრდები, შუასაკის, ასაკოვანი ხალხიც, მაგრამ ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ ამ საფრთხების წინაშეც დაგვაყენა ბიძინა ევანიშვილმა და მისმა ხელისუფლება. ბატონო ბადრი, ამ ხალხის დასაშინებლად, რომელიც
უკვე თვეებია დგას რუსთაველის გამზირზე დაარსა თუ ავდარში, კანონები გაამკაცრა ივანიშვილის ხელისუფლებამ, კი იცით რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდებიან ადამიანები, გაზრდილი ჯარიმები, გაზრდილი საპატიმრო დღეები. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველოში არის პოლიციური დიქტატურა და კიდევ ერთი შეკითხვა, ეს ყველაფერი, მათ შორის კანონების გამკაცრება, სანამდე მიგვიყვანს? ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეხლა ქვეყანაში არის საპოლიციო დიქტატურა. რატომ? ხო, ყველა ნიშანია ამის. პირველ რიგში, იმიტომ რომ კანონის უზენაესობა არის ფეხქვეშ გათელილი, ჩვენ ხედავთ. პოლიციის ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც რეალურად იქცევიან როგორც კრიმინალები, უმოწყალოდ უსწორდებიან თავიანთ თანამოქალაქეებს, არც ერთი მათგანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არ ყოფილა მიცემული დღემდე, არც ერთი მათგანი. არც ერთი ის პოლიციელი, რომელმაც გაიმეტა სასიკვდილოდ მაგალითად გურამ როგავა, ხო? სხვა ჟურნალისტებიც, ოპერატორი. სილის გაწნათ კივათ პოლიციის უფროსებს. ოპერატორი, რომელიც თქვენ ყველას გვახსოვს, უბრალოდ როგორ სისასტიკით გაუსწორდნენ. არც ერთი მათგანი პასუხისმგებლობაში არის მიცემული, ხოლო ზია ამაღლობელი, რომელმაც სილა გააწნა მარცხენა ხელით პოლიციის უფროსს, რომელმაც მანამდე მიაყენა მას სასტიკი შეურაცხყოფა, ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული. მისი სიცოცხლე საფრთხეში, იმიტომ რომ ეს არის მართლაც გაბედული ადამიანი, რომელიც უსამართლობას არ ეგუება და იმის ნაცვლად, რომ სინანულის გაცდა კონდეს დე-ფაქტო ხელისუფლებას რამ მდგომარეობაშიც არის ამაღლობელი ამასთან მიმართებაში, მოითხოვენ მისგან სინანულს. ეს არის ძალიან კაფეო და თვალსაჩინო მაგალითი დამოკიდებულების საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. და ამიტომ ზია ამაღლობელი სხვებიც, რომლებიც დღეს უკანონო პატიმრობაში იტანჯებიან, ყველა ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები. იმიტომ რომ დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება მათ ექცევა სრულიად უსამართლოდ, ყველანი არიან პრაქტიკულად საპატიმროში იმის გამო, რომ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და დღეს საბჭოთა კავშირის შემდგომ მე მგონი ამ რაოდენობით სინდისის პატიმარი არ ყოლია. ბატონო, რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ ხალხის რეპრესიებს? სწორი ნაბიჯი რა იქნებოდა ახლა? პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადადგმული. თუ დე-ფაქტო ხელისუფლებას გულისხმობთ, ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაეთვალისწინებდა ხალხის მოთხოვნას და ესეთ უპრეცედენტო მანიფესტაციების მოთხოვნას და ჩატარდებოდა ახალი არჩევნები, უკვე დაინიშნებოდა. მაგრამ ჩვენ არ ყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ჩვენ მიტაცებული ხელისუფლება ყავს, ტიპიური ავტოკრატიული ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული ხელისუფლება. ამიტომ აუცილებელია უწყვეტობა მანიფესტაციების, აუცილებელი არის. რა თქმა უნდა, სიმტკიცე, გამძლეობა გვჭირდება ახლა ჩვენ, იმიტომ რომ უკან დასახევი არ გვაქვს, უკან არიან ჩვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მშვიდობიანი მანიფესტაციებს ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება, როგორც ჩვენ ვნახეთ, არ იწევს მანიფესტაციების შეჩერებას. სისასტიკე, რომელსაც იჩენენ დღეს სამართალდამცავ ორგანოებს რო წარმოადგენენ ეს ადამიანები, ეს სისასტიკე პირიქით უფრო მეტი ადამიანის გამოსვლას იწვევს ქუჩაში, სინდისის პატიმრების საპატიმროში ყოფნა უფრო მეტ სოლიდარობას იწვევს. ამიტომ ის რაც რუსეთში ამართლებდა და ამართლებს, საქართველოში არ გაამართლებს. ამიტომ ჩვენ ხო რეალურად რუსული ტიპის ხელისუფლება ყავს და ამიტომ ის იყენებს იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც გატეხა თავის საზოგადოება. ქართველი ხალხი არის განსხვავებული. ის არ ეგუება უსამართლობას. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროტესტი? მანამ სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები. ჩვენ ახლა ხაზვინა გავუსვა, რომ რასაც ოპოზიციურ პარტიებმა მივახციეთ დღემდე არის ის, რომ სულ იზოლაცია აქვს ქართულ ოცნებას. ქვეყნის შიგნით მარტო არიან პარლამენტში. ქვეყნის გარეთ არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელს მათ არ ართმევს, არავინ არ ხვდება. არიან სულად იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან, არიან კეთროვანები. ხო? ეს იყო სწორედ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი პოლიტიკური პარტიების ძლიერი საქართველოს ამ შემთხვევაში ერთ-ერთი
წარმართელი ძალა ამ პროცესში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას. ამოცანა რა არის იგივე სანქციების, ხო? სანქციები არ არის თვით მიზანი. სანქციების ამოცანა რომ აიძულონ ავტოკრატიული ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე, გაითვალისწინოს საკუთარი ხალხის მოთხოვნა და დანიშნოს ახალი არჩევნები. არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტის ერთადერთი სწორი და ცივილიზებული გზა. თუ ესე თავშია დარწმუნებული ქართული ოცნება რომ სარგებლობს ხარდაჭერით, მაშინ რა უშლის ხელს რომ დაინიშნოს არჩევნები, ხო? მაგრამ იცის რომ ეს არჩევნები მიიტაცა სრულად, ძალიან კარგად იციან რა ციფრებიც დაიმატეს, იმიტომ რომ ცხადია რომ რეალურად 26 ოქტომბერს იგივე ქუთაისში გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ოპოზიციურმა ძალებმა მეტი ხმა მოაგროვეს. ქუთაისშიც იყო გაყალბება, მაგრამ მაინც დიდ ქალაქებში ვერ მოახერხეს იმ მასშტაბით თაღლითობა, როგორიცაც მოახერხეს რეგიონებში და ასევე ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რაიონებში. მაგრამ როგორ შეიძლება იგივე ნინოწმინდის რაიონი, ხო? სადაც ფაქტობრივ მოსახლეობაზე მეტი ამორჩეველი მოვიდა თურმე. და ყველა მისცა ხმა 87%-მა ქართულოსება. ხო, ართულიან ამას კანონდარღვევად. მარტივი რაღაცა პირდაპირ ზედაპირზედებს, ხო, როცა ვეუბნები, რაიმე არგუმენტი 87%-იანი გამოცხადება საარჩევნო სიიდან, აქედან 91% რომ გაძლევს ხელისუფლებას. ხმას ეს ნიშნავს, რომ უკვე გაყალბებული ამას გადამოწმებაც არ ჭირდება. რა განსაკუთრებულად კარგად ცხოვრობენ ნინოწმინდაში ახლა ჩვენი თანამოქალაქეები, ყველაზე გაღატაკებული რაიონია და იქ თურმე პრაქტიკულად 100% ბედნიერია ქართული ოცნების მმართველობით. ეს ხო ტყუილია თავსა და ბოლოსთან. ამიტომ ეს ყველაფერი უკვე ნათელია საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ის მოგონილი მოლოდინი რო ახლა შეერთებულ შტატებში შეეცვალა 20 იანვრის შემდეგ მე ვიყავი სწორედ იმ პერიოდში შეერთებულ შტატებში. მინდოდა მეკითხა ინაუგურაციას ესწრებოდით თქვენ და როგორ ფიქრობთ, აი ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ისევ გახდება თუ არა და აი პრიორიტეტი ამერიკისთვის იქნება თუ არა საქართველოს დახმარება. რა შტაბ-ბიჭდილებით წამოხვედით იქედან? მინდა გითხრათ რომ ჩვენ ქონდა შეხვედრები კონგრესში, სენატში, ბევრი შეხვედრა რესპუბლიკელებთან, უმეტესწილად დემოკრატიული პარტია ყოველთვის განსაკუთრებით გამოირჩეოდა საქართველოში მათ ყურადღებით, მაგრამ ზოგადად ეს არის ორპარტიული ყოველთვის შეერთებულ შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ამ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შევხვდით უმეტესწილად, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის გარემოცვის ახლო გარემოცვის წარმომადგენლებს, ეს იცით თქვენ ცნობილი ბატონ ჯო ვილსონი არის, იქ არის ენდი ჰარისი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონგრესმენი, ასევე სენატში შევხვდით როჯერ ვიკერს, რომელიც არის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მათი გზავნილი ესეთია: ჩვენ გვერდში ვიქნებით ქართველი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ურყევად. აი ეს არის მათი გზავნილი. თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით. მინდა რომ გავიმეორო ეს ფრაზა და ეს ფრაზა გვესმოდა ყველა კონგრესმენისგან, ვისაც ჩვენ შევხვდით. ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში მოგეხსენებათ, რომ არის ფორმირების პროცესში სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეხლა აკომპლექტებს სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს გაგრძელდება 2-დან 3 თვემდე ალბათ. ცხადია, იცით, თქვენ ახალი ინიციატივები აქვს პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც მოითხოვს თელ ყურადღებას, თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯები იდგმება მისი მხრიდან, მაგრამ საინტერესო არის დღევანდელი შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია განსაკუთრებით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მოიყვანა იქ ვარსკვლავები ბიზნესიდან და ვარსკვლავები პოლიტიკიდან. ბიზნესიდან ეს ყველას ცნობილი ადამიანები არიან, იცით თქვენ ელონ მასკი, იქ არის სტივენ ფაინბერგი, თავდაცვის მოადგილე, ასევე ხაზინის ახალი ხელმძღვანელი ცნობილი ბიზნესმენია. პოლიტიკოსებიდან ხაზს გავუსვავდი მაინც მარკო რუბიოს და მაიკ უოლცს, რომლებიც არიან გამორჩეულად ავტორიტარული სისტემის მოწინააღმდეგე ადამიანები, მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო მორიგი ტყუილი, რომ თითქოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში რაიმე მხარდაჭერა იქნებოდა თვისობრივი გადატვირთვა მოხდებოდა. ავტოკრატიულ რეჟიმს არანაირი, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს ექნება მხარდაჭერა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს. მაგრამ ავტოკრატიული რეჟიმების ბედი არის ერთი, საბოლოო ჯამში ყოველთვის ხალხი ემარჯვებს. ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, ცხადია უკვე დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება ადამიანებშიც
არის ფრუსტრაცია, ადამიანები ძალიან უკმაყოფილო არიან ამ პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ატარებს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი. პასუხი ერთადერთი სწორი არის უწყვეტი პროტესტი. თქვენ ახსენეთ ბიზნესმენები, რომლითაც დაკომპლექტდა ამერიკის მთავრობა და გამახსენდა თქვენი რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ თქვენ არ ისურვებდით არც ერთი ბიზნესმენის დასანქცირებას, მათ შორის არც იმ ბიზნესმენებისა, რომლებიც არიან ივანიშვილის მხარდამჭერები. რატომ? მე ესეც მე სხვა რამ ვთქვი და გავიმეორებ. მე და შემდგომ მამუკა ხაზარაძემაც განავითარა ეს აზრი, რომ ჩვენ საუბრობთ არა იმ ადამიანებზე, რომლებიც თუ ბიზნესმენი აფინანსებს რეპრესიულ რეჟიმს და მონაწილეობს ამ სისასტიკეში, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ის მან უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი. ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან. მე ჩემ გამოსვლაში მაშინ ვთქვი, რომ არ ვისურვებდი ბიზნესების დასანქცირებას, იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები ბიზნესმენების, როგორც ამას გაურკვევლობა მოჰყვა ხო ზოგიერთ. სინამდვილეში ახლა რა თქმა უნდა არიან ბიზნესმენები, რომლებიც პირდაპირ შეძლებელები არიან ხელისუფლებასთან და მონაწილეობენ, ამართლებენ ამ სისასტიკეს. ესეთი ადამიანები საკადრისად უნდა იქნენ, ჩემი აზრით, პასუხგაცემულები, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ, ხელფასი იღებენ, დასაქმებულები არიან, ეს ადამიანები არ ემსახურებენ იმას, რომ მუშავრები დარჩნენ. ხო, ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათზე, ესენი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა, მათ უნდა მიიღონ ხელფასი, მაგრამ ადამიანები, ვისაც ბიზნესმენი ქვია, მაგრამ ამავდროულად ამართლებს ამ სისასტიკეს, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, პრაქტიკულად ფინანსურად უჭერს ხარს ამ სისასტიკეს, ის ადამიანები შესაბამისად იქნებიან პასუხგაცემული ამაში ეჭვიან მეპარება. მე მაქვს კიდე ერთი შეკითხვა, ჩვენ ფაქტიურად აღმოჩნდით არა მარტო იზოლირებული ევროპისგან, არამედ ამერიკისგანაც. რას მოუტანს ქვეყანას და ქართველ ხალხს ეს იზოლაცია? სამწუხაროდ ამ იზოლაციას აუცილებლად მოყვება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები. ეს პასუხისმგებლობა ამაზე სრულად არის ქართული ოცნების კისერზე. მათ უზრუნველყეს ჩვენი ქვეყნის იზოლაცია ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან. გერმანიის მთავრობამ შეწყვიტა ყველა პროექტი, ეს 200 მილიონ ევროზე მეტი. ევროკავშირმა შეწყვიტა ყველა პროექტი საქართველოს დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. შეერთებული შტატებმა არა მხოლოდ პროექტების შეწყვეტას, არამედ შეწყვეტეს სტრატეგიული პარტნიორების შესახებ შეთანხმება. მთავრობის წევრები არა დასანქცირებული და შეყვანილი არიან სახელმწიფო დეპარტამენტის და შეერთებული შტატების ხაზინის მიერ დასანქცირებული პირების რიგში. ამ პირობებში არც ერთი უცხოური ინვესტორი ქვეყანაში ფულს არ ჩადებს. არა მხოლოდ უცხოური, არამედ ქართველი ინვესტორები არ ჩადებენ ახალ პროექტებში ფინანსებს, იმიტომ რომ გაურკვევლობა აქვს, იმიტომ რომ ყავს ხელისუფლება დე-ფაქტო, რომელიც იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. სამწუხაროდ ამას გარდაუვალოდ მოყვება რთული პროცესები ეკონომიკაში, ლარზე წნეხი გაიზრდება, ჩვენ ახლა ვხედავთ უკვე რომ დახარჯა ეროვნულ ბანკმა, რომელიც ასევე დაქვემდებარებული ყავს ვიზირა ევანიშვილს, დახარჯა მოკლე პერიოდში 700 მილიონი დოლარი. ეს არის საქართველოსთვის უზარმაზარი თანხა იმისაც, რომ ლარის კურსი შეენარჩუნებინა. ეხლა პირდაპირ გეტყვით, ლარის კურსი თუ რამეზე დგას, ეს არის ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში არიან წასულები და წელებზე ფეხსით გავენ და იცხავენ თავიანთი ოჯახების დასახმარებლად ფულს, ქუთაისი დაცლილი არის. და ხვალდაზე შეიძლება ეს SWIFT-ის სისტემაც აღმოჩნდეს დარტყმის ქვეშ და იმ ადამიანებმა ის თანხებიც ვერ გადმორიცხონ იქედან, თუ კი ასე გაგრძელდა ჩვენ ქვეყნის. ჩვენი იზოლაცია ყველაფერზე აისახება საბოლოო ჯამში, ამიტომ ის რა თქმა უნდა იმდენად ნათელია, რომ ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენელი ბიზნესმენებიც კი ძალიან შეშფოთებულები არიან. შემიძლია გითხრათ სრული დარწმუნებით, იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რომ 2-3 თვეში ამ მდგომარეობას უკვე მოყვება ეკონომიკური ვარდნა, ლარზე წნეხი მოგახსენეთ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, იმიტომ რომ ადამიანები ლარს აღარ იჩერებენ შიშის გამო, გაურკვევლობის გამო და როგორც კი ლარი გაუჩნდება პირდაპირ ყიდულობს დოლარს, შესაბამისად ეს წნეხს ზრდის, ამიტომ თლიანობაში ეს ყველაფერი სამწუხაროდ აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკურ კიდევ უფრო მეტად გაუარესებულ მდგომარეობას და მე ვფიქრობ ქართული ოცნების
დამფუძნებელმა უნდა გაითავისოს, რომ დროის გაწელვა, რაც მას გონია, რომ პირიქით ატომყაც გაქრებოდა პროტესტი და ეს გააგრძელებდა, ასე ვთქვათ, ქვეყნის რუსეთის იმპერიაში შეთრევის პროცესს, დროის გაწელვა არ იმუშავებს მის სასარგებლოდ, იმიტომ რომ პრობლემები კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. და დამძიმებული პრობლემის შემთხვევაში პროტესტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად, ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალი განმუხტვა ვითარების ერთადერთი შესაძლებელი ახალი არჩევნების ჩატარების გზით და საზოგადოების გამთნიერებას ვჭირდება. ჩვენ ვხედავთ, როგორი დაპირისპირება ინერგება ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაში, ხო? ოპოზიცია წარმოჩინდება როგორც ქვეყნის მოღალატები, ქვეყნის მოღალატება არის ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ხო? იმიტომ რომ თუ ქვეყანას აშორებ ევროპას. რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში და გაგვიჩნდა მართლაც უნიკალური შანსი და მე მინდა გითხრათ ერთი რამ ძალიან გულსატკენია და მიჭირს ამის განმეორება, მაგრამ გერმანელმა მეგობრებმა გითხრეს, რომ გადადება ევროკავშირთან მოლაპარაკების გაწევნასთან დაკავშირებით 28 წლამდე ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვეღარასოდეს ვეღარ შევა ევროკავშირში. ეს იყო გერმანელების პოზიცია, იმიტომ რომ 28 წლამდე გადადება ეს იყო შეგნებულად გამოცხადებული, იმისათვის რომ ჩვენ დავკარგოთ ეს შანსი ევროპაში, ევროკავშირში გაწევრიანების, ვერ მოხდეთ იმ ტალღაში, რომელიც იქნება 30 წელს, რომელშიც მოხდება უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნების, რიგი ბალკანეთის ქვეყნების დაიხუროს კარი 30 წელს საქართველოსთვის ეს კარი აღარ გაიხსნება. ამიტომ ეს იყო პირდაპირ შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმისათვის რომ ის, რასაც ქართული ხალხი ნატრულობდა და მართლაც კონსტიტუციაშიც გვიწერია. კონსტიტუციაში გვიწერია და უბრალოდ სხვა რამეს გეტყვით. რომელიც წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ, რომ რეალობად შეიძლება ქცეულიყო და გაჩნდა რეალური შესაძლებლობა და ქართულ ოცნებამ ამ შემთხვევაში შეასრულა რუსეთის დავალება და უნდა რომ დახუროს ევროკავშირის კარი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კიდევ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩება პირისპირ რუსეთის იმპერიასთან და რუსეთის იმპერიასთან პირისპირ დარჩენა, რას ნიშნავს ჩვენ ნანახი გვაქვს ისტორიაში. კი ბატონო. არაერთხელ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგწანდით და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. მოგისმინათ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლდა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის ერთმანეთში ხვდებით ხვალ 20-სა და 30 წუთზე მეგატივის არხზე.